მშვიდობისას უბრალოდ ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. დღეს მერვე გადაცემა გადის ეთერში, თქვენი გამოხმაურება ცხადყოფს, რომ გადაცემა საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მე ყველას გთხოვთ, რომ კიდევ უფრო მეტი სიხშირით გამოგვეხმაუროთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები, თქვენი აზრები ამ გადაცემის შესახებ, ასევე იმ ადამიანების შესახებ გითხრათ, თქვათ, ვის ნახვასაც ისურვებდით ჩვენს გადაცემაში. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ დევნილთა სახალხო პარტიის ლიდერი ბორის კაკუბავა. მოგეხსენებათ ბოლო ხანს საქართველოს პარლამენტში აღორძინებისა და აფხაზეთის დეპუტაციას შორის ატეხილ აჟიოტაჟზე ალბათ საინტერესო იქნება მოსაზრება ერთ-ერთი ასე ვთქვათ მხარის წარმომადგენლისა, თუმცა ჩვენ შემდგომ გადაცემებში რა თქმა უნდა აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენლებსაც მოვიწვევთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებლოთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-39. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ბორის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩავაბრძანდით გორში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენს პარტიას, დევნილთა სახალხო პარტიას ყავს წარმომადგენლები აქ ჩვენს რეგიონში უფრო მეტად დევნილთა სახით. რა პროცესია დღეს თქვენი პარტია და რა არის ძირითადი მიზანი და ამოცანებია თქვენი როგორც პარტიის? აი აქედან დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. მე მივესალმები რეგიონში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჩამოყალიბებას და არსებას. ეს ალბათ ყველა რეგიონმა უნდა შესძლოს თავისუფალი მასმედიის არსებობა. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დაგთანხმდით, იმიტომ რომ თქვენს რეგიონში მრავლად არის დევნილი მოსახლეობა. ეს არის ცხინვალის რეგიონი, ეს არის სამაჩაბლო და აფხაზეთიდანაც. ჩვენ ბოლო 10 წელია ძალიან ინტენსიურად ვართ კონტაქტში დევნილ მოსახლეობასთან. მე მყავს კადრობაში დევნილთა სახალხო პარტია და მისი ხელმძღვანელობა. ჩვენ აქ უშუალოდ გვაქვს ჩამოყალიბებული უკვე 7 წელია ჩამოყალიბებული გვაქვს დევნილთა სახალხო პარტიის რაიონული კომიტეტი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დევნილთა სახალხო პარტია არ არის მარტო აფხაზეთიდან დევნილთა სახალხო პარტია, ეს არის სრულად საქართველოს დევნილთა სახალხო პარტია. ჩვენს კომიტეტის შემადგენლობაში არის ცხინვალის და რეგიონიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის. რამდენად იზიარებს ყველა დევნილი თქვა თქვენს პოზიციას, ბატონო ბორის? მე ვფიქრობ, რომ ჩვენს პოზიციას იზიარებს ყველა დევნილი, გარდა იმისა, ვინც არ დგას ხელისუფლების სამსახურში. ვინც არ ემსახურება შევარდნაძეს და მის რეჟიმს, აი დანარჩენი ყველა იზიარებს ჩვენს პოზიციას. გასაგებია. მოდით ვისაუბროთ ბატონო ბორის იმ დაპირისპირების შესახებ, რაც აი ბოლო ხანს პარლამენტში წარმოიშვა აფხაზეთისა და აჭარის დეპუტაციებს შორის. თუნდაც იმ საკითხზე თქვათ, რაშიც მდგომარეობს ძირითადი განხეთქილება. თამაზ ნადარეიშვილის ასე ვთქვათ, ამოცანაა, რომ თუნდაც გაეროს მეშვიდე მუხლის ამოქმედებით დამყარდეს წესრიგი და მშვიდობა და შემდეგ მოხდეს დევნილთა დაბრუნება აფხაზეთში. თქვენ უფრო ასლან აბაშიძის პოზიციას იზიარებთ, რასაც ქვია იგივე ვთქვათ ეკონომიური ბლოკადის მოხსნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ საკითხებში რამდენად გეთანხმებათ ყველა დევნილი? მე ეს უფრო მაინტერესებს. იმიტომ ნადარეიშვილის მხარესაც საკმაოდ ესე იგი მე გეტყვით ახლა თქვენ ნადარეიშვილის მხარეს დევნილები არ არის. ნადარეიშვილის მხარეს არის შევარდნაძის სამსახურში მდგომი ყოფილი აფხაზეთის ქართველობა, ყოფილი. ის ადამიანები, ვინც აფხაზეთში დაბრუნებას არ აპირებს, ისინი დგანან შევარდნაძესთან, შევარდნაძის სამსახურში ნადარეიშვილის მეთაურობით. ეს ხალხია. მე არ მინდოდა დღეს დაწყება საუბარის იქედან, აი იმ დაპირისპირებიდან. მე უფრო მინდოდა უფრო კონსტრუქტიული დიალოგი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამ სტუდიაშიც და საერთოდ ხელისუფლებასთანაც.
რადგანაც აფხაზეთი მარტო ჩვენი არ არის. თუმცა დამეთანხმები თქვენგან ძალიან უფრო აგრესია მოდის ხოლმე და უფრო რადიკალური ასე ვთქვათ ოპოზიციური განწყობაა თქვენში. მე მიკვირს ეს მშვიდად რო საუბრობ ჯერჯერობით. ცით რა შეასახა. როდესაც წლების მანძილზე უშუალოდ მონაწილეობა ამ პროცესებში დამკვირვებელი კი არა, აი უშუალო მონაწილე ხარ, პარლამენტის წევრი ვარ უცვლელად. შევარდნაძის წყალობით, რა თქმა უნდა. ერთხელ არჩეული, აფხაზეთში არჩეული დეპუტატები შევარდნაძემ დაიტოვა. იმიტომ რომ აი იმ დეპუტატებში ერთი-ორი კაცი აღმოჩნდით, ვინც ვეწინააღმდეგებით მას. და იმ ორ კაცშიც ერთი ვარ, რომელიც აი ნამეტან აქტიურად უტევს შევარდნაძეს და მის პოლიტიკას. დანარჩენები შევარდნაძემ თავისთვის დაიგულა და თავისთვის ასე ვთქვათ მოაყუჩა. აი რასაც შევარდნაძე ეთქვის, იმას აკეთებს ეს ხალხი. არ ჭირდება შევარდნაძეს ახალი ხალხი აფხაზეთიდან. მათ შეარყვა ლეგიტიმურები და ეს ხალხი ყავს და ყავს. და მათ სიაში ვარ მეც. არის საკითხი, ვამბობ რომ უნდა შეუწყდეს იმ ხალხს უფლებამოსილება, ვინც აფხაზეთში იყო არჩეული 10 წელი გავიდა. შესაძლებელია რომ მუდმივი დეპუტატები ვიყოთ. მაგრამ პარლამენტი ღებულობს ყოველ უგრძელებს ვადას. მაგრამ თქვენ გააქვთ ვთქვათ იგივე ვთქვათ სხვა წინადადება ვთქვათ როგორ არჩევა ვთქვათ. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს სხვა წინადადება, ჩვენ ვამბობთ მე მინდა თქვენს პირველ შეკითხვას უპასუხო. დიახ. გვაქვს ალბათ საშუალება ხო? კი. იცით როგორ არის თქვენი შეკითხვა მოიცავდა უამრავ პასუხს და სხვათა შორის ძალიან კარგი შეკითხვა. აი ეს უნდა მოსახლებამ გაიგოს რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის მშვიდობიანი გზა. არ არსებობს ალტერნატივა ამის. მაგრამ შევარდნაძე სჭირდება რომ აფხაზეთიდან არსებობდეს თურმე ხელისუფლება, რომელიც მან დანიშნა და მას ლეგიტიმური შეარყვა. ლეგიტიმური არის მაშინ, როდესაც ხალხის მიერ არის არჩეული, ხო? და სად არის აფხაზეთში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი? რომელია? ნადარიშვილია, ან ნადარიშვილის მინისტრებია, ან ქალაქის მერები, სხვადასხვა უწყებების გამგებლები, ხელმძღვანელები, იცით, ეს აბსურდამდე არის დასული. მაგრამ დაუშვათ აი მათი გაუქმება ვთქვათ ამ ლეგიტიმურობის გაუქმება. ლეგიტიმური არ არსებობს, არ არის ლეგიტიმური. ეს ხალხი არის შევარდნაძის მიერ დანიშნული. არავითარი ლეგიტიმაცია არ მათ არ აქვს. აი ეს ლეგიტიმურს უწოდებს ახლა აფხაზეთში არჩეულ დეპუტატებს. ჩვენ ვთქვით ლეგიტიმურები ვართ. კაცო, ჩვენ მუდმივი ხარ შეიძლება ვიყოთ, ჩვენ ვიყავით არჩეულები. აფხაზეთში აგვირჩიეს, მაშინ აფხაზეთის მოსახლეობა. მაგრამ სად უნდა ჩატარდეს არჩევნები აი ხო გეტყვით. ამჟამად უნდა ჩატარდეს თქვენ წინადადება საქართველოს თელ ტერიტორიაზე. საქართველოში უნდა ჩატარდეს კომპაქტურად ჩასახლების რა თქმა უნდა, თუ გვინდათ რომ ცალკე გამოიყოს რომ ეს არის აფხაზეთის მოსახლეობა, ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, არა და არაფერი გამოსაყოფი არ არის. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. როგორც იქ დარჩენილი აფხაზეთის მოსახლეობა, აფხაზეთში დარჩენილი აფხაზური ნაწილი არის საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენც ვართ საქართველოს მოქალაქეები. ხოლო ისინი არიან მეამბოხეთთან ნაწილში დარჩენილი, რომელსაც ვერ აკონტროლებს საქართველოს, მაგრამ ხო არ შეუძლია საქართველოს თქვას უარი, ის არაა ჩვენი მოქალაქეები. როგორ შეიძლება მათ ჩვენ მოუწყოთ ბლოკადა? ისინი შიმშილით ამოვხოცოთ, დაუშვათ, განხორციელდეს ეს ბლოკადა. ისინი ამოვხოცოთ შიმშილით, ის რომ ჩვენი მოქალაქეებია. ისინი რა შუაშია, თუ იქ ერთი მუჭა მეამბოხეები, სეპარატისტები, არძიმბას მეთაურობით და რუსეთის დახმარებით მათ გააკეთეს აი ეს ამბოხება მოუწყვეს საქართველოს, გამოეყო ეს ნაწილი საქართველოს და იქ რუსეთის ჯარი არის ჩამდგარი, იქით არ გვიშვებს ჩვენ, მაგრამ იქ დარჩენილი მოსახლეობა ხომ საქართველოს მოქალაქეებია. აი რატომ ჩვენ მათ ვახვედრებთ ბლოკადაში? აი ეს არის საკითხი, ხომ? მაგრამ აი ახლა შევეშვათ ამას. აქ გადმოსული 300,000 ქართველი. იქ ვიყავით არჩეულები. იქ დარჩენილი აფხაზური ნაწილის ხო დეპუტატები იყვნენ, ისინი ხომ მათ მოილიეს ეს 20 წლიანი ვადა, იქ ახალი არჩევნები ჩაატარეს, მათ აირჩიეს ახალი შემადგენლობა. რატომ არა გვაქვს მის საშუალება რომ ჩვენ ახლა ვირჩიოთ ახალი შემადგენლობა? თუ არ გვინდა ჩვენ გამოვეყოთ და უშუალოდ დანარჩენ საქართველოს, მაშინ მივაღებინონ
უფლება მოგცემ სხვათა შორის, ვიყოთ არჩეულები და ვიყოთ ამორჩეულები. ბატონო, სხვათა შორის, აი იგივე მოთხოვნას ახლა თქვენ რასაც აყენებთ, უკვე საკმაო ხანია აყენებს ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა და მე თხოვნა მექნება რომ იქნებ აქეთაც იყოს აქცენტები გაკეთებული არა მარტო აი ხო გეცეთ ამის შესახებ. იგივე აი რაც გააჩნია თქვა აფხაზეთიდან წამოსულ ხელისუფლებას იგივე ლეგიტიმაცია რომელსაც თქვენ ესე უსვავთ ხას რომ ეს არ არის ლეგიტიმური დღეს ითხოვს ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა რომ მათ ფაქტობრივად არ აქვთ არც სახელისუფლებო შტოები არა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდნენ ნუ ეხლა ადგილობრივ არჩევნებში მიცეს პათქმა მაგრამ მათ არ აქვთ ის უფლებაც კი რომ იყვნენ არჩეული პასიური და აქტიური უფლებებზე მაქვს საუბარი რა თქმა უნდა დანაშაულია ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ და ისინი კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში ითხოვენ არჩევნების ჩატარებას იცით როგორ არის მათ ეუბნებიან ესენი ხომ ჩვენთან ერთად არიან გაერთიანებული არიან ჩვენთან ერთად ცალკე არ არიან ეს ცხინვალის და სამაშაბლოს რეგიონის დევნილები ეს ჩვენთან ერთად არიან აი მათ ეუბნებიან რომ იცით რა არის აი აფხაზეთს რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ყავს ეს არის მათი გადარჩენა აი თქვენ არავინ არ ყავთ და ამიტომ ხართ მდგომარეობაში დემაგოგია ესე იგი მდგომარეობაში ერთნაირად ვართ ისინიც და ჩვენს ეკონომიური და აი ეს სოციალური პრობლემები ერთნაირი გვაქვს მათაც და ჩვენს ისინი 1-2 წელი უფრო ადრე არიან დევნილები და ჩვენ მერე მაგრამ ისინი უფრო მართლები და გამართულები არიან ვიდრე ჩვენ იმიტომ რომ მათ ყავთ მხოლოდ ერთი დიქტატორი მხოლოდ ერთი პიროვნება ვინც ისინი გაანადგურა ეს არის ედვარდ შევარდნაძე და მისი ხელისუფლება და ჩვენ კიდევ თავისთავად შევარდნაძე და მისი ხელისუფლება და ამის შემდეგ მისი სატელიტები აი ეს ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური ხელისუფლება რომელიც ესე იგი შევარდნაძეს ყველა განკარგულებას უპირობოდ ასრულებს ყველა განკარგულებას და ჩვენზე გამოყოფილ სახელმწიფოს გამოყოფილ იმ დახმარების თანხებს აი ეს როგორც უნდათ ის ანიავებენ აი არ იქნა რომ 10 წლის მანძილზე თქვენ ვერ აკონტროლებთ არავინ არაფერს არ აკონტროლებს არავინ არაფერს არ აკონტროლებს არის ეს არმია ეგრეთ წოდებული ლეგიტიმურებისა რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შევარდნაძის სამსახურში დგას მხოლოდ და მხოლოდ არც ერთი მათგანი არც ერთი სტრუქტურა არ დგას დევნილ მოსახლეობის სამსახურში არც ერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია დევნილთათვის და ვერც გააკეთებს ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ შევარდნაძის სამსახურო გასაგებია ბატონო ბორის მოდი ტელემაყურებელს მოусმინოთ პირველი ზარი გვაქვს ეთერში მოგესალმებით გამარჯობა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ დიახ ძალიან მაინტერესებს მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც თანამდებობის პირი მაგრამ პატარა რაღაცა მეც გამეგება რა იმედი უნდა გქონდეს გლეხებს როდესაც ყველა ერთმანეთს წვევს იარაღით შედიან პარლამენტში ხელდახელ გადადიან ერთმანეთზე და ყველა ერთმანეთს ლანძღავს ამისათვის საჭიროა ყველა მისი საქმე აკეთოს ხო და ნუ ლანძღავენ ერთმანეთს და ნუ აგინებენ კარგი და შევარდნაძე გადადგა ვინ ხართ ისეთი რომ დადგეს ყველა ბანდიტი და ხულიგანია დიდი მადლობა გასაგებია იარაღი ახსენს ბატონო ბორზე თქვენ გიყვართ ნუ გასაკუთრებით იარაღით სიარი მე უფლებას არ მიცემ ჩემ თავს რომ არ უპასუხო კი ქალბატონს ისე პასუხი არც ეკუთვნის ამ ქალბატონს მას ქვეყანა არ აინტერესებს მე ვატყობ მას აინტერესებს უფრო ინტრიგები ესე იგი ყველამ თავის საქმე აკეთოს მე პოლიტიკოსი არა ვარ ამბობს და ამ დროს პოლიტიკის შუაგულში უნდა მოხვედრა ესე იგი იარაღით იმიტომ დავდივართ რომ კანონმა მომცა იმის უფლება რომ მე მქონდეს იარაღი იმიტომ რომ პარლამენტარი უნდა იყოს დაცული აი ზუსტად უნდა იყოს დაცული იმ ხელისუფლებისგან რომელიც დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება არის კრიმინალური თვითონ ხელისუფლებაა კრიმინალური თქვენ ხედავთ რომ ხელისუფლებამ საქართველოს დაიყვანა იმ დონემდე რომ ხალხი არის გამათხოვრებული ხოლო ხელისუფლების შტოები და ხელისუფლების ოჯახები და წარმომადგენლობა სასახლეებში ცხოვრობენ და საზღვარგარეთ ბანკები და თავიანთი ოჯახის წევრები ფუფუნებაში ყავთ ამას ვერ ხედავს ეს ქალბატონი და ის დაუნახია რომ ბორის კაკუბავი იარაღით დადის ბორის კაკუბავი იარაღით იმიტომ დადის რომ იმ გარეწრებს რომელიც შევარდნაძემ შემოყარა პარლამენტში და მთავრობაში იმათ დაუხვდეს და დაიცვას თავი აიმიტომ მაქვს ის იარაღით არა იმიტომ რომ მე დევნილ მოსახლეობას შევუტივი იარაღით სურმანიძემ შეურაცხყოფა მოგაყენეთ ბატონო ბორის მაშინ მქონდა იარაღი კი მქონდა იარაღი რა თქმა უნდა
მქონდა იარაღი, არ გიფიქრია თქვა აი. მაგრამ საქმე ის არის, რომ სურმანიძემ შეურაცხყოფა კი არ მომაყენა მე. სურმანიძე როგორც ადამიანს მე სურმანიძეს ვერ განვიხილავ. ადამიანს რომ მოეყენებინა ჩემთვის შეურაცხყოფა, მე მაშინათვე გავცემდი პასუხს, მაგრამ ეს არის სახედარი. სახედარმა წიხლი რომ მოგარტყა, შეიძლება სახედარი ამისთვის დასაჯო პასუხი დასცე სახედარს. აი ეს არის მეტერაფერი. მე არა ეს შეკითხვა უნდა დასრულდეს ამას. პასუხი ჩემთვის მე 64 წლის კაცი ვარ, შეურაცხყოფა არასდროს არავის არ მიუყენებია. ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემთვის კაც არ მიუყენებია. რა თქმა უნდა, მორალური შეურაცხყოფა შეურაცხყოფა არა მარტო ბორის კაკუბა, თელ საქართველოს მიაყენა. შეურაცხყოფა მოგვაყენა, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მორალური, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მიუყენებია, მაგრამ მე ვიყავი ოპერაციის შემდეგ. გულის ოპერაცია გავიკეთე და დღესაც ჯერ არა ვარ ფიზიკურ ფორმაში, მე აგზავული მაქვს ფიზიკური დატვირთვები. ეს იცოდა სურმანიძემ და კიბეზე როდესაც ამოვდიოდი ჩემს ადგილას ამ დამზარიყავი, მაღლაც ავდიოდი, ზემოდან დამხვდა და ჩამარტყა, დამიჯიკავა წიხლი, არ ჩამარტყა წიხლი, დამიჯიკავა. მას ჰქონდა მცდელობა ჩემი კრილობის, იმიტომ რომ ჩემთვის აი ნაჭრელობი მტერზე შეხება ეს სიგნალს გამოიწვევდა. მან ეს იცოდა. მან ეს დავალება შეასრულა. მაგრამ ეს არის იცით ცხოველის საქციელი, ადამიანის საქციელი არ არის. ის დღემდეც იმალება, ეხლაც იმალება, მას რომ კაცობა ჰქონდეს, მას რომ ნამოსი ჰქონდეს, ის არ უნდა იმალებოდეს. მაგრამ ის იმალება, მაგას რა თქმა უნდა, ბორის კაკუბა არ გასცემს პასუხს. მას გასცემს პასუხს დევნილი მოსახლეობა. მას გასცემს პასუხს 470 მეომარი, რომლის ბატალიონის მეთაური მე ვიყავი. ის მეომრები მას გასცემენ პასუხს და რომელი მათგანი გასცემს პასუხს, ის მერე სამართლებრივ ორგანოებმა მოსწონს. მოდით კიდევ ერთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. გისმენთ, ძალიან გითხრათ. ალბათ შემმა შეკითხვა. ალო, დიახ, გისმენთ, ძალიან. გელოდებით ჩვენ თქვენ. ალო, გისმენთ, ძალიან. ალო, გისმენთ, დასვით კითხვა. ალო, თუ შეიძლება. გისმენთ. შეგიხვდეთ ის? კი, გესმის. ეთერში ვარ? კი, ეთერში. ბატონო გორია. ბატონო გოგა. დიახ, ერთ რამეს ცხოვრობ. და კარგად მომისმინეთ. გისმენთ. გორელი კაცი ვარ. დიახ. ჩემ ტირა გამოსვლაში, ჩემ გვერდს საკეთ დავასაკლებ ეხლა ვიგეცვით. ხალბათ მომესა ბძანა. რო თუ შევარნაძე არ იქნება, რა ეშება საქართველოს და უნდა ყოფილიყო. სტალინის არსებობდა, მანამ სტალინის წინა კიდე იყო ლენის მიერ წინამორბედი იყო სტალინი, მერე იყო ნიკიტა ხრუშოვი და იყო ბრეჟნევი. მერე მოვიდა იმის მერე. იქნება კონკრეტული კითხვა და აი ახლა გაბძის თითქოს პასუხი. შევარნაძემ თვალში ნათარი შეუყარა ჩვენ 13 წელიწადია. და ბორია, ბატონო ბორია, აპატიეს ბორიას რომ გიწოდებთ. ბოლო მე თქვენ გთხოვ ძალიან თქვენი გამოსვლა თქვენ ჩვენთან ეთერში და ტელევიზიაში მომზადება ჩვენი კომპანიისა მივესალმები და მე თქვენ ძალიან გთხოვთ ეს ხელისუფლება რომელსაც თქვენ თვალში ნათად ვაყრის ეს ხელისუფლება არ არის და უან დატოვოს და თქვენ გვერდით ჩემბორია მოდი შემიწყვა ჩემბორეს ვიზაკი მაპატიეს მამაშვილურად ეს ხელისუფლება გადადგეს მანამ თუ არის თორე საქართველოს დაიღუპება და იღუპება კიდევაც. გასაგებ თქვენ და დევნილი თუკიდაც ჩემ კონსტატებს დავასაკელებ. გორელი კაცია და არ მესწრე ჩემის ჭრობისა. გასაგებ, მადლობთ. იცით იმ ხალბატონმა დასვა შეკითხვა და ჩვენ არ უპასუხეთ თქვენ ახალი ხო, აი ვინგეგულებად თქვა პრეზიდენტ შევარნაძის შემდეგ. თქვენ ალბათ ასლანაბაშიც მეგობარს ერთ-ერთი მასალით შეიძლება. ამ ჩვენს მეგობარს მე მადლობა მინდა უთხრა რომ თავიდან მოითხოვა ამ შეკითხვაზე პასუხი და თანაც თავის შეკითხვაში პასუხი იყო. პასუხიც მანვე გასცა. რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხელისუფლება უნდა გადადგეს უსისხლოდ. ეს ხალხმა უნდა მოითხოვოს, ხალხი უნდა დადგეს ფეხზე. თვითონ ხალხი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველმა კაცმა არ უნდა დაუშვა ძალადობა. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფალი, რომელიც არ შეასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას, ვალდებულებას, უნდა გადადგეს და ხალხს აქვს მოსახლეობას აქვს უფლება მოითხოვოს მისი ვადამდელი არჩევნები, მისი არჩევა, გადარჩევა. აი ეს უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა.
საქართველოს მოსახლეობა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა უთხრას შევარდნაძეს და მის ლაქიებს. არა ხელისუფლებას, არა მთავრობას, არამედ ლაქიებს. შევარდნაძეს ლაქიებია, ესენი არ არის ხალხის სამსახურში მდგომი. იცით როგორ არის? მე მინდა პატარა აგიხსნათ, რომ მოსახლეობა ირჩევს ხელისუფლებას. მოსახლეობა ირჩევს ადმინისტრაციას. მოსახლეობა ირჩევს ჩინოვნიკებს და მათ უხდის ხელფასს. იმისათვის რომ სახურში. დიახ, ესენი უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში. და ამ დროს არავინ არ ირჩევს შევარდნაძეს, ეს მოვიდა ძალით, ძალადობით, სისხლით, ქვეყნის განადგურებით, მოვიდა საქართველოში დაჯდა. ატარებს თვითონ არჩევნებს. ყველა მიცის, მთელმა საქართველოს, მსოფლიო მიცის, რომ ეს არჩევნები არის ძალადობით ჩატარებული, კანონის დარღვევით ჩატარებული. აი მომავალ არჩევნებს, მაშინ არჩევნებზე ჩამოვარდით საუბარი. აი მომავალ მაგრამ გეტყვით ახლა, დამამთავრებეთ ეს ასე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც განაგრძობს ქვეყნის სათავეში ყოფნას. და მის ირგვლივ ეგრეთ წოდებულ მთავრობას მხოლოდ ის ნიშნავს, ამათი წლის მანძილზე არ ყოფილა რომ ჩვენ პარლამენტს აერჩიოს, ან პარლამენტს დაენიშნოს, ან პარლამენტის ან რომელიმე ეროვნული ძალის პარტიის მიერ ყოფილიყოს რომელიმე კანდიდატი. მთავრობის წევრებს ხო თქვენ ამტკიცებთ არა, ვინ ამტკიცებს? არ ჯერ ერთი ის არჩევნებს ატარებს როგორც მას უნდა, ისე და პარლამენტში შეყავს ის ნაგავი ხალხი, ვინც მას უნდა. ვინც მას მხოლოდ პულს დააჭერს და ვინც ხმას მისცემს. არ ყოფილა ჯერ შემთხვევა რომ შევარდნაძეს შემოიტანოს რომელიმე საკითხი პარლამენტში ერის საწინააღმდეგო ქვეყნის საწინააღმდეგო კანონები, რომელიც არ მიიღოს პარლამენტს. არის ოპოზიცია 30-40 კაცი, რომელიც არის არაძლევს ხმას და არის წილ-წილი დარბაზში, არაძლევენ ხმას, მაგრამ უმრავლესობა ეხლა თემატური შეარქვეს ამ უმრავლესობას, ადრე იყო მოქალაქეთა კავშირი და სათანადო ხმები და პულტები მზად ჰქონდათ 30 კაცის დარბაზში და 130 ხმა. ასე ბატონო გორის კიდევ ერთი მაყურებელი გველოდეთ, მოდით რაც მეც მე მაინც გავუშვებთ ეთერში. კი არა, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. არა, ვისაუბრებთ ამაზე, მოდი მოვუსმენთ, ვალოდინებთ. განახან მოგესალმებით საღამოშვიდობის ერთად პირდაპირ. ბატონო გურია, ჩემი შეკითხვა ასეთია. თუ არის მე აქცენტი გადამაქვს სამაჩაბლოზე უფრო. უბრალო ხალხის განწყობა თუ არის ესეთი, რომ თქვათ კონსტრუქციული დიალოგით გადაწყდა მოგვარდა სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც დაბრუნდა ეს ანექსირებული ტერიტორია დაბრუნდა ჩვენ. აი ხალხის განწყობა როგორია, თქვენ როგორ ფიქრობთ? ნუ არის რაღაცა ბაცდარმა, ანუ ის ნიადაგი, რის შედეგადაც ასეთი თანასწორუფლებით შეიძლება გაგრძელდეს ცხოვრება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალზედ საინტერესო კითხვაა. თვითონ დევნილებში როგორი განწყობაა თქვა? ესე იგი გეტყვით. თქვენი პოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიციის მიმართ განწყობა არის ძალიან დადებითი. ძალიან და რა თქმა უნდა ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს ბლოკირება გაუკეთოს აი ამ გზას, რასაც ჩვენ გადაგებთ, რასაც ვამბობთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დაბრუნდეთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ სამაჩაბლოსა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის აი ამ სახით არის ცოტა განსხვავება. ისეთ რაშია საქმე. ჩვენ თუ ბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ ბრუნდებით უმრავლესობაში. ჩვენ 300,000 ქართველი ბრუნდებით ჩვენ სახლებში და ადგილობრივი მოსახლეობა ის აბორიგენი. ჩვენს აბორიგენები ვართ, რა თქმა უნდა, ის აბორიგენი ნაწილი ის ეთნოსი, აფხაზი ეთნოსი, იქ არის 50-60,000 მეტი არ არის. და არც იყო და არც არის მეტი. შეიძლება იყო ნაკლებიცანი. მაგრამ სამაჩაბლოში სულ ხომ სიტუაცია არის. იქ უმრავლესობა არის ოსი ეროვნების მოსახლეობა, ჩვენ ქართველები ვართ უმცირესობაში. ეხლა აღდგენა სტატუს კვოსი, აი ჩვენ ბრუნდებით ჩვენ სახლებში და აღსდგება საქართველოს შემადგენლობაში ეს ორი დღეს განრეყული ნაწილი საქართველოსი, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მხოლოდ და მხოლოდ იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებთან მოლაპარაკების გზით, რომელსაც ჩვენ გადაგკიდეს ერთმანეთს. ხელოვნურად. მაგრამ როდესაც ისინი არ მოდიან, მათი ხელისუფლების ისინი წარმომადგენლები არ მოდიან. მათი ხელისუფლება არ არსებობს. იქ უნდა იყოს არ ვითარი, არ ძიმბა, რა ვიცი, ესენი დამნაშავეები არიან. ესენი არიან საქართველოს კანონმდებლობით დამნაშავეები. არ ძიმბას, კოკოითის და ჩიბიროვის და სხვებიც. ეს სულ სხვა თემა არის. ამ თემას ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ თქვენ სახალხო დიპლომატია გაქვთ მხედველობაში. მე მაქვს სახალხო დიპლომატია მხედველობაში, მე მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტი მხედველობაში, რომელმაც უნდა დაარეგულიროს თავის რეგიონებში, აი მე ამბოხეთა საკითხები.
აი საკითხი არძინბასა და კოკოითის საკითხი არის ზუსტად დასარეგულირებული თბილისში, მაგრამ ჯერ თბილისში საკითხი უნდა დარეგულირდეს ქართულ მოსახლეობამ, საქართველოს მოსახლეობამ. ჯერ თბილისის საკითხი უნდა დარეგულირდეს, ჯერ უნდა დარეგულირდეს საქართველოს ხელისუფალის საკითხი. აი, როდესაც საქართველოს ხელისუფალი შემოვიდა ძალადობით და როდესაც მან დაამხო რუსეთის დახმარებით, დაამხო კანონიერი ხელისუფლება, აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არძინბამაც და ჩიბიროვმაც და დანარჩენებმაც მოინდომეს იგივე გაიკეთებინა საქართველოს და გააკეთეს კიდევაც. მაგრამ როდესაც საქართველო აღადგენს კანონიერებას, როდესაც საქართველოში აღსდგება კანონიერება და ხალხი აირჩევს ხელისუფლებას და ხელისუფალს, აი მაშინ იძულებული გახდება აი ეს ამბოხებული მხარეებიც რომ დაждენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იქ დარჩენილ მოსახლეობამ რა თქმა უნდა უარი უნდა თქვას არძინბაზე და კოკოიტებზე და აი იქ უნდა დამყარდეს აღდგეს საქართველოს ბანოვს ახლა თქვენ თუ საქართველოს იურისდიქცია არ აქვს მოგვარება კონფლიქტისა ეს თქვენი წინადადება დანიშნა პრეზიდენტ პარჩეულიშვილი ქართულ-რუსული კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში წარმომადგენლად წინებულად აი თქვენ შეფასება ამასთან დაკავშირებით იმიტომ რამდენჯერმე იყო ბატონი ვახტანგი ჩასული და თქვათ წარმატებით იმისი მოთხოვნაც აი რასაც თქვენ ახლა ამბობთ რომ მშვიდობიანი პოლიტიკით აი იგივეა აი თანხwebdriver რა თქვენი აზრებისა თუ არა არასდროს არ მოხდება ჩემი და ვახტანგ შეულიშვილის აზრების თანხwebdriver იმიტომ რომ ვახტანგ შეულიშვილს გარკვეული აქვს თავისი გზა მისი გზა არ არის ქვეყნის ერის მოთხოვნით და მისი აღორძინების გზა ეს სულ სხვა არის ვახტანგ შეულიშვილი და ქართველი ერის სხვადასხვა მცნება მისი აზრები და ქართველი ერის აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა და ვახტანგ შეულიშვილის დანიშვნა ამ ცხენვალის კონფლიქტთან დაკავშირებით და დამრეგულირებულად და მის წარმომადგენლად აი ზუსტად გამოხატავს შევარდნაძის სახეს ზუსტად მაგრამ იგივე შეულიშვილი ხო იყო აღორძინების ბლოკის წევრი მაშინ ის სხვა ამბავია მეცად იმას მაშინ კარგი პიროვნება არა ის სხვა ამბავია ის სულ სხვა არის ეს სულ სხვა არის ეს სულ სხვა რასაც თქვენ მეკითხებთ სხვა არის მე ამაზე დავამთავრებ ახლა რა შეიძლება მოიტანოს ვახტანგ შეულიშვილის აი ამ კონფლიქტში ჩაბმა რა შეიძლება მოიტანოს არაფერს ასიკეთო საქართველოს არაფერს ასიკეთო ვახტანგ შეულიშვილი აკეთდება თავისთვის რაღაცა მოიპოვოს თავისთვის გზა გაიხსნას რუსეთის უმაღლეს ხელოვნებისკენ რომ როგორც წარმომადგენელ ლაპარაკობს მაგრამ სამაჩაბლოს და ცხენვალის პრობლემა შეგვიძლია უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია მას უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია ის უკვე აღიარებს და ცნობს იქ არსებულ რეჟიმს როგორც კანონიერს ის უკვე აღიარებს ამას და ის მხოლოდ თამაშობს და აი ამ თამაშის ჩასატარებლად და თამაშების ჩასატარებლად მან შეარჩია შეულიშვილი აი ზუსტად ის პიროვნება ვისაც შეუძლია ეს თამაშები აი თამაშობს ასე გასაგებ ბატონო მოგს ერთი კითხვა იქ თქო გულწრფელად მივასუხეთ თუ შეგიძლია დარჩენილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს 2 წელი და რამდენიმე თვე ვადა ასე თქვა თავის საპრეზიდენტოს აი გულის სიღრმეში თქვენ არ გჯერათ თუ თქვა შევარდნაძის უნდა იგივე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თქვა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება გულის სიღრმეში პირველი რაც მე დაგითხრათ ამასთან დაკავშირებით ღმერთმა ნუხტავს რომ შევარდნაძემ დაასრულოს ეს საპრეზიდენტო ვადა ღმერთმა ნუხტავს თუ შევარდნაძემ დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ აფხაზეთს დიდხანს ვერ დავიბრუნდით შევარდნაძის შემდეგ დიდხანს ვერ დავიბრუნდით რა პროგნოზია და არც სამაჩაბლოს და ცხენვალის პრობლემა გადაწყდება თუ შევარდნაძემ დაასრულა თავისი საპრეზიდენტო ვადა და რა პროგნოზს ვაკეთებ იცით შევარდნაძე შემოვიდა საქართველოში ზუსტად დაბრუნდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით მან დადო ეს პირობა რომ ის გაასკვისებდა აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც მან ეს პირობა შეასრულა ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შევარდნაძე პრეზიდენტად არ იქნებოდა რამდენიმე წელიწადში როგორც კი დაინახავდა მისი აქ მომყვანი რომ შევარდნაძე არ ასრულებს პირობას მას აქედანვე გააქვეყნა როგორც მოიყვანეს მან ეს კარგად იცის ის ასრულებს ის ცდილობს რომ 2005 წლამდე თავის პირობას შეასრულოს მან უნდა იურიდიულად გააფორმოს დამოუკიდებელი აფხაზეთი იურიდიულად გააფორმოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მაგრამ არა საქართველოს შემადგენლობა დამოუკიდებელი ეს მან უნდა იურიდიულად გააფორმოს ეს აქ მას პირობა დადებული რა პირობასაც ის ასრულებს მაგრამ ისტორიისა მას
არის ადამიანები, რომელსაც ხვალინდელი დღე არ აინტერესებს. მათ მარტო დღევანდელი დღე და გუშინდელი აინტერესებს. შევარდნაძეს არ აინტერესებს უკვე ისტორია. მან იცის, რომ ისტორიაში მისი ადგილი განკუთვნილია. სხვათა შორის იმ რჩეულიშვილმა მას 4 წლის წინ სანაგვეში, ისტორიის სანაგვეში ადგილი მიუჩინა. ეხლა ამოხეხა ისე სანაგვედან გაწმინდა და ეხლა ისე კერპად დაისვა. იმიტომ რომ ეხლა სჭირდება. მაგრამ ის ჩეუშვილი თქვენს გვერდითაც იყო. მაგრამ ჩემს გვერდით შეუძლია არასდროს არ იყო. ბატონ ასლანის. ნუ ბატონ ასლანიც ხო შეიძლება ბატონი ასლანიც არის ადამიანი, არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და ზრუნავს საქართველოზე. ხო შეიძლება ისიც შეცდომა დაეშვა მასაც. მან იფიქრა, რომ შეიძლება შემოაბრუნოს და შეიძლება რაღაც სიკეთე ქვეყნისთვის გააკეთებიოს, რადგანაც შეულიშვილმა ვერსად ვერ ნახა თავისი ადგილი, ყველგან გარიყული იყო. ყველა პარტიიდან, ყველა მოძრაობიდან შეულიშვილმა გარიყული იყო სამთავრობო ისე ეროვნული მოძრაობიდან გარიყული იყო. და იფიქრა, როდესაც ის მივიდა ბატონ ასლანთან და თხოვნით მიმართა, მე მაშინ არ ვიყოფოდი საქართველოში, მაგრამ იფიქრა ალბათ, რომ მოდი მივცემ საშუალებას. მოდი მივცემ საშუალებას, რომ ეგებ დაინახოს რეალობა რა არის, ცხოვრება რა არის. ეგებ როგორმე გამოადგეს ქვეყანასო, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გასწორდება ზავი. ამ გადაცემაში ვახტანგ ჩეულიშვილი იყო მოწვეული, რომელიც მე ფაქტს ვამბობ მხოლოდ ძალიან ოპტიმისტურად არის იმ კუთხით განწყობილი, რომ თქვა მოხდება ბოლოს და ბოლოს ქართულ-ოსური კონფლიქტის. დიახ, მე გეტყვით იმისაც არ გუშინ ახლა მაყურებელს მოусვინოთ ბატონო ბორის კიდევ მაყურებელს და შემდეგ ისაუბროთ. მოგესალმებით საღამოშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო ისმენთ ზანეთ. მე მინდა კაკუბავას შევეკითხო. გესმით ჩემი? კი, გესმის ზანეთ. ბატონო კაკუბავა, მაინც შენი ჯიბრი ვერ მოარჩინე იმ შეულიშვილთანა. ადრინდელი ბოლოშიც გაკავს. აი თქვენ თვითონ რას წარმოადგენთ? რას უკეთებთ ამ სათულამ ხალხსო, რომ ზეითქვით დავაჯუნობთ მარტო დადიხართ, ვის რა უთხრათ, ვინ როგორ შეაძუნოთ, ვინ როგორ გააბიჭუროთ. კითხვა გააქვთ? გაიგე? კი, კითხვა აქვს, ეს გააქვთ კითხვა? ბანბოს. ესე იგი მე მინდა დავასრულო. იმის შესახებ, რომ თუ შევარდნაძე დარჩა 2005 წლამდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა ჩვენთვის კიდევ 10 წლეულობით გადასაწყვეტა. მე მინდა იცოდეს მოსახლეობა, რომ როგორც სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონის ქართველობა, ისე აფხაზეთის ქართველობა არასდროს არ დათმობს ამ კუთხეებს. ეს უნდა იცოდეს ყველამ. თუ ჩვენი თაობა, რა თქმა უნდა, ჩვენი თაობა მუდმივი არ იქნებოდა ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ალბათ არა მარტო პოლიტიკურ არენას, არამედ ცხოვრებასაც ბავშვობდებით, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობები, ხალხი, რომლის საფლავები, წინაპართა საფლავებია იქ, არასდროს არ დატოვებენ იმ მხარეს. ასე რომ ყველა ცდილობს შევარდნაძე და მისი კომაგები, მისი დამკვეთები, რომ აი ეს ტერიტორიები შევარდნაძეს იურიდიულად დააკანონებიან. ეს ყველა ცდილობენ. ეს არის რა ინტერესი უნდა ქონდეს ბატონო? ინტერესი რა თქმა უნდა, უამრავი. მათ შორის ფინანსური ინტერესი არის. უდიდესი ფინანსური ინტერესი. მიჭირს თქვა დაჯერება იმისა, რომ შევარდნაძეს არ უნდადეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება. აი ჩვენს ერთიან იურიდიულ სივრცეში ძალიან, არ ვიცი, 2 წელია დარჩენილი და რატო შევა ადამიანი ცუდი სახელი თქვა ისტორიაში. მაშინ პატარა დრო მომეცეთ, არ შემიშალოთ ხოლმე და მე ჩამოგეყალიბებთ ახლა. შეიძლება? კი ბატონო. არა, ხო არა, ვინმე შემოსაყვანი კიდევ ამ ქალბატონებით. არა, ეთერში შემოვა ზარი, მაგრამ დაახლოებით 3 წუთშია. 3 წუთში, მაშინ 3 წუთში ჩავეტები. იმ შემთხვევაში, აი თქვენ ამბობთ, რომ გიჭირთ ამის დაჯერება, რომ შევარდნაძეს არ უნდადეს აფხაზეთის დაბრუნება და სამაჩაბლოს დაბრუნება. აი ხო მე გეტყვით. იმ შემთხვევაში, რომ შევარდნაძეს მართლა არ დომებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ასეთი პრობლემების შექმნა, ეს პრობლემები არ შეიქმნებოდა. აფხაზეთში ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა. და სამაჩაბლოს მე ცოტა შორს მიყავი,
და შეიძლება სხვა უფრო ჩახედულმა სამაჩაბლოებმა უფრო უკეთესად განმარტოს ეს. მე აფხაზეთზე გეტყვით. როდესაც შევარდნაძემ გადაწყვიტა აფხაზეთში ჯარის შეყვანა, პირადად მე და ჩემი თანამებრძოლები ვეახლეთ მას და უთხარით. არ გაბედო, არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანო ჯარი. იმიტომ რომ ჯარის შემოყვანა აფხაზეთში ნიშნავს აფხაზეთის დაკარგვას. და ჩვენ მას დავუხატეთ ის სურათი, რაც მოხდა, რომ მთელი ჩრდილო კავკასია, რუსეთი შემოესება აფხაზეთს, საქართველოს იქიდან განდევნიან, ქართველებს გაგდევნიან და ის მხარე დაიკარგება. 1:40 წუთი ჩვენ მას უმტკიცებდით ამას. ის აკეთებდა мотивაციას რაზე, რომ აი იქ არის ბანდიტური კლანები, რომლებიც თურმე მატარებლებს ძარცვავენ და სომხეთის ვალი დაგვედონ. და ამიტომ ჩვენ უნდა იქ წესრიგი დავაყაროთ. მე ვუთხარი მაშინ, ჩვენ ვუთხარით, არავითარ შემთხვევაში ჯარის შემოყვანა არ შეიძლება. შემოიყვანეთ შინაგან საქმეთა ჯარის სპეცნაწილები, აი ბანდიტურ დაჯგუფებას მოუვაროთ, ჩვენ ადგილობრივი ქართული მოსახლეობაც ავიღებთ იარაღზე და დაგიდგებით მხარში. მხოლოდ ჯარი არ შემოიყვანა. ბოლოს და ბოლოს დაგვერდა ეს იყო 7 აგვისტო და 14-ში ჯარი შემოიყვანა. ესე იგი, მან ჯარის შემოყვანის წინ უკვე იცოდა რას აკეთებდა. მან იცოდა რაც მოხდებოდა. წელიწადი და ესე იგი 13 თვე გვაომა სისხლში, ესე იგი, სისხლიდან დაგცალა 30,000-მდე ქართველი ჩახოცა. აი სანამ იცით ხალხი იძულებული არ გახდა, რომ უკვე ეღიარებდა მეტი აღარ შეგვიძლია. და სანამ ხალხი იქიდან არ გამოყარა ყველა ქართველი, მანამ არ მოეშვა. აი ეს პირველი ეტაპი, რაც მან ჩაატარა. ამის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ იქ დარჩენილ აფხაზურ ეთნოსთან მივეშვით ჩვენ ქართველები მოლაპარაკებაზე. და ეთქვა იცით რა, რომი დამთავრდა, მოდით ახლა მოილაპარაკეთ. ამის ნაცვლად ჟენევაში გააქცია მისი დამქაშები. მაშინ ყავდა მას კავსაძე და ჯაბაიესელინა ამათ აგზავნიდა. როდესაც ჩვენ უთხარეთ იმ პარლამენტზე, რომ უთხარეთ, რომ ბატონო ედუარდ, თუ ჟენევაში ესალაპარაკო, ჯერ ერთი დანაშაული ჟენევაში რა გვინდა? ჩვენი კონფლიქტი აქ ვილაპარაკოთ. და თუ მაინც და მაინც იქით აგზავნი, მაშინ უნდა გააგზავნო იქ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი წარმომადგენელი. რატო აგზავნი იმ ხალხს, ვისაც არაფერი არ ესმის ამ საქმეს? მაშინ მან თქვა, ვინც არ უნდა გავაგზავნო იქ, ეს იქნება კავსაძე, იოსელიანი თუ ბორის კაკუბავა, ისინი გააკეთებენ იმას, რასაც მე ვეტყვი. თუ არა და არც ერთი არაფერს არ ელაპარაკობს. მან ის გაიტანა იქ და არ მოგვცა იმის საშუალება, რომ 10 წლის მანძილზე ჩვენ უშუალოდ დავლაპარაკებოდით იქ დარჩენილ მოსახლეობას. და იმისათვის, რომ ჩვენ მაინც მისთვის არ დაგვეჯერებინა და მაინც დამოუკიდებლად ვეწარმოვინა მოლაპარაკებები, ეს არ მომხდარიყო, აიღო და ჩაგვიყენა ენგურის ხიდზე საზღვარი გაგვიკეთა და ჩაგვიყენა ის რუსის ჯარი, რომელიც გვეომებოდა, რომლის ტყვიას მე დღეს სხეულში მაქვს. აი ეს საჯარისო ნაწილები, მეომარი ნაწილები ჩააყენა და მათ შეარქვა სამშვიდობო ჯარი. ჩვენ ხო ვეწინააღმდეგო ვეუბნებოდ ლუიზამ ამას, არავითარი სამშვიდობო ჯარი გარჩენდება 9 თვე ომის შემდეგ. ეს ჯარი არ იდგა, მაგრამ ჩვენ ომით იქითაც არ გადავსულვართ, ისინი აქეთ არ წამოსულა. აი რისთვის ყავს ეს ჯარი მას? იმისათვის, რომ ჩვენ არ შეგვიშვას აფხაზეთში. მეტი არაფრისთვის. აფხაზი არავის არ წამოვა საქართველოს დასამყრობად. აფხაზი პირიქით გეფეცება, არ შემოყვიდე, არ დამიუყრო თავიდან, არ დამხოცოთ, არ დამწვათ, ამას იხოცება აფხაზი. აფხაზი არ ამბობს, რომ შენ თუ იქ ჯარი არ ჩააყენე, მე გადმოვალ და დაგიპყრო. ხო არ ეძახის? ის ხომ აგრესორი არ არის აფხაზი? ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ თუ არა ვართ აგრესორები, მაშინ ჯარი რისთვის სჭირდება? მაგრამ იცით რა არის? მას იმიტომ სჭირდება ეს ჯარი, რომ ეს 10 წელი მან მოანდომა იმას, რომ ჩვენს მოტყუებას. რამდენჯერ თქვა მან, რომ ჩვენ წავალთ 31-ში, ჩვენ წავალთ 15-ში, 17-ში, 18-ში. ესე იგი არ არსებობს რიცხვი, რომელიც მან არ დაასახელა მათ წელში, რომ ჩვენ გვაბრუნებდა ღირსეულად, გვაბრუნებდა ჯანტიატები შეავსებია ხალხს, რადარა თაღლითობა არ ჩაიდინა, იმისათვის რომ ჩვენ როგორმე დავეწყნარებიეთ, გავეჭერებინეთ, რომ რამეფრად ჩვენ არ ამდგარიყავით, ფეხზე არ დამდგარიყავით და იმისათვის რომ დევნილი მოსახლეობა ერთად არ შეკრებილიყო და ერთი აზრზე არ დამდგარიყო, მან აიღო და ეს ლეგიტიმური ხელისუფლება მოიგონა აფხაზეთის, ესენი ჩაგვიყენა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავერთიანდეთ ყველა დევნილი, უნდა გავერთიანდეთ და უნდა ვთქვათ, შევარდნაძე, ან გაიყვანე ეს ჯარი შენ, რომელმაც მესაზღვრის როლს ასრულებს დაპყრობილი ტერიტორიების, რომელიც არ არის სამშვიდობო ჯარი, რომელმაც მისი ჩადგომის შემდეგ 1700-ზე მეტი ქართველი დაიხოცა აი ამ ზონაში დახოცეს. მშვიდობიან პერიოდში. დიახ, მშვიდობიან პერიოდში.
და ჩვენ ვეუბნებით ეს არ არის სამშვიდობო ჯარი, გაიყვანეს. ახლა ამბობს, ახლა ეს რომ გავიყვანო ომი ატყდება. ვინ იომებს? ჩვენ არ ვიომებთ. ისინი არ გვეომებიან. რატო ატყდება ომი? მაგრამ მას ეს ჯარი იმიტომ კი არ ყავს რომ სამშვიდობო პროცესი დაიცვას. მას ეს ჯარი გუდგას სამეგრელოს დასათრგუნავად. მას დანაშაული აქვს ჩადენილი არა მარტო სამეგრელოს და აფხაზეთის, მთელი საქართველოს წინაშე, მაგრამ სამეგრელოში ეშინია. ამიტომ ყავს 12 კილომეტრიან ზოლი შეარქვა ინგურის ხიდიდან აქეთ, მთელ სამეგრელოში ჩაყენებული ყავს ეს ჯარი. ეს მას სჭირდება სამეგრელოს დასათრგუნავად. კიდე მოусმინეთ ეს ტელემაყურებელს თქვენი პოზიცია გასაგებ. გამარჯობათ მე მინდა ასეთი კითხვა დავსვა. ეხლა მგზავნეთო ჩეულიშვილის ჩემ გვერდზე არ იყავთ, ჩეულიშვილი ჩემ გვერდზე არ იყავთ რაღაც ამდაგვარი. ალიო. დიახ, გისმენთ. მე მაინტერესებს დაგების თქვით ეგ, ჩეულიშვილი რამხრივ არ იყო თქვენ გვერდზე. მე დავაკონკრეტებ, მაშინ შეულიშვილი იყო აღორძინების ბლოკში, რომელთანაც თქვენ გაქვთ შესანიშნავი ურთიერთობა და როგორ გამოდის, რომ არ იყო თქვენ გვერდით. მაშინ აი ჩაქრეს შოკი. ვაგრძელებთ გადაცემას, ეთერშია რეგიონის სტუმარი, ჩვენი სტუმარი გახლავთ ვადიმ ბორის კაკუბოვი. ვადიმ ბორის, ჩვენ საუბრობდით იმ საკითხზე, რასაც ქვია თქვა აფხაზეთის დაბრუნების თქვენეული ხედვა და სამაჩაბლოსთან არსებული ეს პრობლემები. მე მინდა ორი წინადადება მხოლოდ დავასრულო რჩეულიშვილზე მეტი საუბარი აღარ სურს შეკითხვას მინდა უპასუხო ხალბატონისას გვერდით დგომაზე იყო კითხვა. დიახ, საქმე ის არის რომ რჩეულიშვილი არასდროს არ ყოფილა აღორძინების ბლოკში, მან ისარგებლა აღორძინების ბლოკი და შემოვიდა პარლამენტში. რომ შემოსვლის მომენტიდან ის უკვე ატარებდა ანტი აღორძინებისეულ პოლიტიკას პარლამენტში. მას არც ერთი საკითხი, არც ეს საკითხთან დაკავშირებით აღორძინების ფარი არ დაუჭერია. თუმცა ვიცე-სპიკერი გახდა თქვენ. თუმცა მიაღწია იმასაც, რომ აღორძინებიდან გახდა ვიცე-სპიკერი. ბატონ მასლანო მას ყველაფერი გაუკეთა, რაც შეიძლება ადამიანმა გაუკეთოს, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რასაც დღეს საქართველოს ხედავს. ამაზე მეტი საუბარი აღარ მინდა და ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონის დევნილს ნუ გექნებათ შევარდნაძეს და რჩეულიშვილის იმით. რჩეულიშვილი არის შევარდნაძე, კოპია შევარდნაძესა. არაფერს სასიკეთეს თქვენ არ გაიგეთებთ, მან განაცხადა ახლა რომ თორმე ეს წელი უნდა გამოცხადდეს იმის ოსეთის და აღდგენის და რაღაცა. ეს არის ყველაფერი ისეთ ბლეფი. ხალხის მოსატყუ არა იმისათვის რომ მან თავისი თავი აია ზედაპირზე იტივტივოს, პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს. იმისთვის აკეთებს შეუძლებელი ამას. მას უნდა რომ მომავალ პარლამენტში კიდე მოხდეს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არ მოხდება. ამიტომ მისი ადგილი არ არის მომავალ ქართულ პოლიტიკაში, რჩეულიშვილების ადგილი აღარ არის. როგორც შევარდნაძე უნდა წავიდეს და შევარდნაძის კლანი და გვარი საქართველოს უნდა წავიდეს, ასე რჩეულიშვილი უნდა წავიდეს პოლიტიკაში. ეს უნდა იცოდეს ყველა. ბატონო ბორის, თქვენი შეფასებაა საინტერესო იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ენგურის ხიდზე მიმდინარეობს და თქვენი აი ამას წინანდელი ვიზიტი ზუგდიდში რაც გარკვეული პრობლემები დასრულდა, როგორც იქიდან გაიზარდოს, თუ თქვენ წამოსულიყავით ზუგდიდიდან. რატო არ მიგიღოთ იმ დევნილმა ადამიანებმა? ახლა გეტყვით რა შეასახა. თქვენ კი აცხადებთ, რომ უამრავი მხარდამჭერი ყავს. რა თქმა უნდა, მხარდამჭერი 99% დევნილ მოსახლეობისგან მხარდამჭერი ყავს. თქვენ არ იფიქროთ იმაზე, რომ ზუგდიდში ჩვენ ვერ კონფერენცია უნდა ჩაგვედარებინა ზუგდიდში, ვერ ჩავატარეთ, იმიტომ მოსახლეობას არ უნდა. მოსახლეობას უნდა, მაგრამ ხელისუფლებამ დაგვახედა შეარაღებული ხალხი. ომონი ჩამოიყვანა სპეციალურად იქ ქუთაისიდან, რომელსაც ჰქონდა დავალებული ალბათ რაღაც პროვოკაციები და ჩვენ რადგანაც 350 კაცი ეს არის დევნილთა სახალხო პარტიის რეგიონალური რაიონული კომიტეტების წევრები, ისინი ყავდა წაყვანილი რომ კონფერენციები ჩაგვეტარებინა და დაენახა დევნილ მოსახლეობას თუ რა პროგრამას ვაკეთებდა, რა პროგრამით უნდა ჩვენ შევხვდეთ ამ საარჩევნო წელს. ამიტომ გადავწყვიტე რომ მე იმის უფლება არ მქონდა რომ ისე შეტაკება მომხდარიყო იქ. ჩვენ იცით კი არ შეგვეშინდა. იმათ კი არ როგორც თქვენ ზანეთ ახლა რომ არ მიგიღეს და გამოკარა ესე გავრცელდა ოფიციალურად. გავრცელდა ეს აფიციალებს ოფიციოზი ამას, თორემ ამას მოსახლეობას კი არ აღიქვამს. ჩვენ მოსახლეობას ჩვენ ზღვარი კი არ უთხოვთ, ჩვენ ყველაფერი რიგზე გქონდა იქ, მაგრამ შეერაგებულ ხალხი დახვდა და ჩვენ შეერაგებულ ხალხთან საომრად კი არ წავსულვარ. თუმცა კადრებში არ ჩანდა როგორც ვიცი. ნუ რა თქმა უნდა კადრებში ამას არ ანახებდნენ, კადრებში ის ანახეს რომ ვიღაც გარეწარი აგენებს ბორის კაკუბოვას ეს ანახეს კადრებში. და ამას როდესაც კადრებში ანახებს ტელესტუდია, ის ტელესტუდიაც არ არის ალბათ ობიექტიური, ხო? თუ ანახებ იმას რომ ვიღაცა ბორის კაკუბოვას აგინებს, მაშინ ანახე
რა პასუხი გასცა მოსახლეობამ იმას, ვინც ბორის კალკულაში შეაგინა. ის რატო არ ანახა კადრებში, რომ ის კინაღამ ჩაკოლეს იქ. და იქ მოსახლეობა ეუბნება, რომ ბორის კალკულა არის ერთადერთი კაცი, რომელიც დევნილებს ხელმძღვანელს აფხაზეთისგან და აფხაზეთის დაბრუნების იბრძვის და რა უფლებით საუბრობ ასე, ის რატო არ ანახა, მაგრამ იმას არ ანახებს, იმიტომ რომ ის იყო ოფიციალური ხელისუფლების დავალებით შესრულებული ეს აქტი, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. ეხლა იმის შესახებ, რასაც აი ეს აქციასთან დაკავშირებით, ინგურის აქციასთან დაკავშირებით, ჩვენ ინგურის აქცია როგორც კი დაიწყეს, მაშინათვე ჩავედით სახალხო პარტიის ხელმძღვანელობა მათთან, რამოდენიმეჯერ ვიყავით მათთან ჩვენ იმ კარავში. ჩვენ მათ აუხსენით, რომ სამშვიდობო ჯარის შემოყვანასთან დაკავშირებით არის ხელშეკრულება დადებული, რომელსაც აქვს თავისი შინაგანი წესი, რომელსაც აქვს კანონის სახე დაკანონებული. თუ ვის რა მოვალეობა ეკაკისრია ამ ჯარის შემოყვანასთან დაკავშირებით. შემოყვანთაგან ეს არის არძიმბა და შევარდნაძის ხელმომწერები დამოუკიდებლად მათ აქვთ უფლება დაწერონ განკარგულება 24 საათში ჯარი გასული. ამის შესახებ მე რუსეთის უმაღლეს ეშელონში მქონდა საუბარი რამოდენიმე წლის წინაც. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც კი ან არძიმბა, ან შევარდნაძე დაწერს განკარგულებას, რომ ჯარი თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზეთის გასაღები რუსეთში დევს ბოდო? არ დევს რუსეთში. აფხაზეთის გასაღები დევს შევარდნაძის ჯიბეში, თბილისში. არცად არ დევს. შევარდნაძის ჯიბეში. თუ შევარდნაძემ დაწერა, რატო განკარგულებას ალბაშიძე ესე რუსეთში? ერთს გეტყვით ახლა მე. თუ შევარდნაძემ განკარგულებას ერთი წუთი. თუ დაწერს განკარგულებას, გაყვანილი იქნეს ჯარი, 24 საათში ჯარი გადის. არ არის საჭირო ენგურის ხიდზე აქციები. ჩვენ ეს უთხარით ამ ხალხს. თუ ჩვენ გვინდა რომ შევარდნაძე ვაიძულოთ, რომ ჯარის გაყვანას მოაწეროს ხელი, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ თბილისში შევარდნაძის კანცელარიასთან. მთელი დევნილი მოსახლეობა მოვიყვანოთ. გასაგებია თქვენი პოზიცია. და უთხრათ. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვსვით, საკმაოდ მცირე დრო ვrčem თქვენი პოზიცია სავსე გასაგებია ჩემთვის. გისმენთ საღამოშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ დასვით კითხვა. ალო. ალო. გისმენთ დაუძე. ალო. ცოტა ტელევიზორს მოციდით თუ შეიძლება. ალო, შეიძლება რა? ლაპარაკი. კი. ბატონ ბორის მინდა ვკითხო რა. გაიცით. ესე იგი, რაც მე ვისმენ რა და ვკითხულობ საერთოდ აფხაზეთზე. არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი სხვა ისეთი პიროვნებები რა პოეტია თუ რეჟისორია გადამხდარიან პოლიტიკაში არ ამბობს რომ აფხაზ ხალხს ველაპარაკოთ, ხალხს აუსწროთ, თვალი აუხილოთ, კაც ისინი ხო მოწამულები არიან. არძიმბას ნაირების და ოზგანის ნაირების, უпросторად ხრუშჩოვის სუსლოვშინით. და даже ტროცკის კი ჩვენს საწინააღმდეგოდ პოლიტიკას ატარებდა იქ როცა ისვენებდა ის ბლედიანი. ხო და უნდა იცოდეთ ეს რომ ის ხალხი უნდა მოიმხროთ რა. აი ისეთი ენით ველაპარაკოთ ამ აფხაზებს რომ იმათ გული მოულღოთ რა. ჩვენსკენ მოვაბრუნოთ რა, როგორც ილია იყო და მეუწიოთ ეს გული, აი საქართველოს რას ატყუებენ. ის ხო იმათი თავისუფლება ხო არ გასწრება კრასნოდარსკი კრაისა რა. ჩვენ აუხსნათ რომ აი შენ სახე ხარ, შილო. ქართველის გარდა არავინ არ არის ქვეყანაზე, რომელიც აფხაზს შეინახავს როგორც აფხაზს. არამს არ შეიძლება აფხაზის სახე, აფხაზი. იმათ შეიძლება ბანო ტერიტორია. ხოლო ჩვენ ეს უთხრათ რა, რომ აი გარანტირებული გაქვს შენ ენას, შენ ცეკვას, შენ სიმღერას. მე არ ვიცი ბატონო მეგრელი, თქვენ ხო მეგრელები დანდებათ. ხო და მე მეგრელი არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რა სამღერიან მეგრელები. მე ვიცი რა ცეკვავენ. მადლობ, თქვენი პოზიცია სავსედ გასაგებია, უბრალოდ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, გაგიყვანთ თეთრიდან, ძალიან ცოტა დრო გრჩება და უბრალოდ კომენტარია გასაკეთებელი. მინდა ამასთან დაკავშირებით მადლობა მოვახსენო ამ მეგობარს. სწორი პოზიცია ზუსტად. აი ეს პოზიცია არის ბატონი ასლანის პოზიცია. ჩვენ ვამბობთ. ბატონი ასლანი ამბობს და ჩვენც ვამბობთ. მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით პირისპირ იქ დარჩენილ მოსახლეობასთან. პირისპირ საუბარი. მაგრამ აი რუსეთში რატო დადის ასლანაბაშიც ესე ხშირად ბატონო ბორის? ესე იგი ბატონი ასლანის შესახებ საქართველოში თქვა ძალიან წირი ინფორმაცია ხომ თან უნდა გითხრათ. აქეთ დანარჩენ საქართველოში აჭარის გარდა ალბათ მისმა პრეზიდენტმა იცის, მაგრამ არ ვცელდება ეს ინფორმაცია რატო დადის თქვა ასლანაბაშიც. ესე იგი ბატონი ასლანი კვირაში ერთხელ მაინც პირდაპირ ეთერში გადის და საუბრობს აჭარის ტელევიზიით. აჭარის ტელევიზიით, რა თქმა უნდა.
ყველა ვერ უყურებს აი დიახ, ალბათ ვერ უყურებთ, რომ ბატონ ესლანი ყველა მის წასვლას და მოგზაურობას მოსკოვში ყველაზე აქვს ღია საუბარი, ვის შეხვდა, რა თემაზეა საუბარი, აფხაზეთთან დაკავშირებით რაზე საუბრობს და ვისთან საუბრობს, ჩვენ ყველა ნაბიჯი ვიცით მესია. ესე იგი, რკინიგზის ჩემთვის გაუგებარია. რკინიგზის გახსნა თქვა, რკინიგზის გახსნა. აი პასპორტებთან დაკავშირებით. ეხლა მეგეთქვით. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მეამბოხების მხარეზე იდგა. აი ეს ნაწილი, როდესაც განწირა და როდესაც ის ბლოკადაში მოაქცია, ასლანბაში ბრძანებს. თუ ის საქართველოს მოსახლეობა ბლოკადაში არ მოაქციოთ, გავხსნათ ეს ბლოკადა ეკონომიკური ბლოკადა. მაგრამ რუსეთის პასპორტებს იღებენ ის. არა, რუსეთის პასპორტს მიღებენ, ეცნადადება არ იქნა მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. როდესაც აფხაზს მოუნდა ქართული პასპორტი, საქართველოს ჩინოვნიკებმა პასპორტის გაყიდვა მოისურვეს. $300-500 ნაკლებ ქართული პასპორტები არ ღირდა. გასაგებია. აფხაზები იყო მოხვედრილი ბლოკადაში. გასაგებია თქვენ. გასასვლელი მოძებნა. გასაგებ ძალიან ცოტა სულ 2 წუთი რჩება. ძალიან მოკლედ მიპასუხეთ თუ შეიძლება. გორში ხშირად ხედავთ ხოლმე კომუნისტების მიტინგებზე და მათ გვერდით თქვა იგივე პანტელეიმონ გიორგაძესთან ერთად პატრიოტებს ეძახიან საკუთარ რა განხეთქილება ჩამოვარდა ისეთი რომ თქვა აღარ ახლა თქვა არა განხეთქილება არავითარი არ ჩამოვარდა მე ვთვლი რომ კომუნისტები და ის პატრიოტები და თავს რო უწოდებს ეს ხალხი ნამდვილად არის პატრიოტი ხალხი ის ნამდვილი პატრიოტებია რომ მათთან არავითარი განხეთქილება არ აქვს რატომ არ განხეთქილება ვეღარ ხედავთ არა ვეღარ ხედავ და ალბათ დროის უყურნობის გამო თორემ მე ჩემი პოზიცია შესული არ მაქვს ის არის ჩვენი ხალხი ის არის ის ხალხი რომელმაც აი ეს ქვეყანა დღემდე მოიტანა გასაგებ ის ხალხი არის პატივსაცემი ხალხი პანტელეიმონ გიორგაძე მათ შორის არის უპატიოსნესი და იგორ გიორგაძესთან თუ გაქვთ იგორ გიორგაძესთან კავშირი არ მაქვს იმიტომ რომ ის 3 წელი არ გამოდის კავშირზე ალბათ მას თავისი გზა სხვა გზა ანუ თქვენ ხო გქონდათ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ გქონდა უშიშრობა რო გაშიფრა ის იყო ესე იგი იმისათვის რომ მე პოლიტიკიდან გადვიდევნე და როგორც ციხეში მოვუყვებინეთ თორემ დანაშაული ჩადენილი არ მქონდა მე უფლება მაქვს სადამ ხუსეინს დაურეკუთხოს და ველაპარაკო მე ვარ პარლამენტის წევრი ვისაც მინდა იმას ვესაუბრებ და მით უმეტეს იგორ გიორგაძეს არავითარი დანაშაული ქვეყნის წინაშე არ აქვს ჩადენილი იგორ გიორგაძე არის პირადი ტერი დაუშვათ შევარდნაძესა და არა საქართველოსი და ჩემთვის შევარდნაძის პირადი მტერი არის ჩემი მოყვარე იმიტომ რომ შევარდნაძე არის საქართველოს უდიდესი მტერი შევარდნაძე არის პიროვნება რომელმაც გენოციდი მოუწყო ქართველებს შევარდნაძე არის პიროვნება შევარდნაძე არის პიროვნება რომელმაც ქვეყანა გაანადგურა სულ 30 წამი იმისთვის რომ მიმართოთ რეგიონის მოსახლეობას დევნილებს მე მინდა ვთხოვო რეგიონის მოსახლეობას მინდა ვთხოვო დევნილ მოსახლეობას რომ თუ მინდა ჩვენ საქართველოს გადარჩეს თუ მინდა ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ცხენოს რეგიონი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში. თუ გვინდა რომ საქართველოს აღორძინდეს და დაიწყოს ქვეყნის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში მთელმა რეგიონმა ხმა უნდა მისცეს მხოლოდ და მხოლოდ აღორძინების ბლოკს, იმიტომ რომ თუ ჩვენ უმრავლესობაში აღორძინება მოვიდა პარლამენტში, პარლამენტი მიიღებს სწორედ იმ კანონებს, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს და იცოდეს მინდა მთელმა მოსახლეობამ, რომ აი ეს არჩევნები იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დიდი მადლობა. დასასვლელი გზა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგეხსენებათ. ხდება 8 საათი ჩვენი გადაცემა ფაქტიურად დასრულდა. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. ჩვენ ერთი კვირის შემდეგ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში რეგიონის სტუმარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანებით.